ამ წუთებში ბათუმში ახალი სასტუმროს კომპლექსის კაფსულის ჩადების ცერემონია მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ღონისძიებას. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, ბატონო სულხან, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის წევრებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში მობრძანებისთვის. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე. თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენთვის, თითოეული ბათუმელისთვის, რადგან ჩვენ დღეს საფუძველს უყრით პროექტს, ვიწყებთ მშენებლობას, რომელიც დარწმუნებული ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი ულამაზესი ქალაქის, ჩვენი ულამაზესი რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ სწორედ ეს ადგილი თითოეული ბათუმელისთვის და აქ ჩამოსვლელი სტუმრებისთვის იქნება სასურველი და საყვარელი ადგილი. ეხლა კი დიდი პატივისცემით ვთხოვ პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ შემოგვიერთდეს და ორი სიტყვა გითხრას. მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს მთავრობის წევრებს, ეკონომიკის მინისტრებს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მოგესალმებით ბატონო სულხან, მივესალმები აჭარის მთავრობის წევრებს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები კომპანიის წარმომადგენელს ბატონ ირაკლი გვერღელიძეს, კომპანიის ორბი კონტინენტალის გენერალურ დირექტორს. მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. მე დაგეთანხმებით, რომ ეს პროექტი ნამდვილად იქცევა ბათუმის ახალ სავიზიტო ბარათა, ძალიან შთამბეჭდავია, ეფექტურია პროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, რომელიც ითვალისწინებს ორი სათამჩენის მშენებლობას, რაშიც 300 მილიონი დოლარის ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიცია ჩაიდება. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის განვითარების მიმართ და ბათუმის განვითარების მიმართ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თქვენი ეს ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება, როგორც ჩვენ გითხრეს, 1500 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ პროექტში, უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე და როდესაც უკვე დაიწყებს ეს პროექტი შემდეგ ფუნქციონირებას, ამის შემდეგ უკვე 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ნამდვილად თანამედროვე სტანდარტების პროექტი, რაც ძალიან მისასალმებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გაამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელშეუწყობს ზოგადად, რა თქმა უნდა, ბათუმის განვითარებას. ზოგადად ტურიზმის სექტორი და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ამ ორი სექტორის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელშეუწყობს ამ სექტორების განვითარებას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და დასრულს მადლობას გადავხდი, რა თქმა უნდა, კომპანიას ორბი კონტინენტალს, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი პროექტებით და ამ კომპანიას უკვე ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკონომიკის განვითარებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მათი წვლილი იქნება ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შთამბეჭდავი პროექტისთვის საფუძვლის ჩაყრას და გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასრულებას. დიდი მადლობა. ეხლა კი ვთხოვთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები მინისტრებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს. მოგეხსენებათ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების ხელშეწყობა. ორბი ჯგუფის ახალი ეს პროექტი არის ამისი ნათელი მაგალითი. ეს პროექტი არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ ემსახურება რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად ვზარდი სექტორია საქართველოში. მე ვთვლი, რომ ჩვენი რეგიონი მართლაც გამორჩეულია ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რომ აჭარა გახდეს 4-ვე სეზონზე მიზიდულობის ცენტრი, რაცა ის
შესაძლებლობები, რაც მოაქვს ტურიზმის განვითარებას, მოხმარდეს ისევ ჩვენი მაცხოვრებლების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს განვითარებისთვის ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა კი ვთხოვ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ფანტასტიურ მინისტრს ქალბატონ მარიამს. Kalbătănăbă de bătănăbă, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს და რა თქმა უნდა მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს, პატივცემულო სტუმრებო. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ერთად კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას და მშენებლობის დაწყებას, რომელიც შემდგომში გააძლიერებს ადგილობრივი ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. შესაბამისად, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მიულოცო ორბი ჯგუფს კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობის დაწყება. ახალი პროექტი ნამდვილად არის გამორჩეული საინტერესო პარამეტრების და ასე ვთქვათ არქიტექტურის დიზაინის მქონე, მაგრამ ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტი სარგებლობის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და უშუალოდ აჭარის რეგიონისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, აღნიშნული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი დოლარია. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, რომ 1500 ადამიანი იქნება დასაქმებული უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ის, რომ როგორც კი პროექტი ჩაეშვება ოპერირებაში, 2000 პირდაპირი თუ არა პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება არსებულ კომპლექსში. ჩვენ ასევე დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ ჩვენ საზოგადოებას და მათ კიდევ ერთხელ წარუდგინოთ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია უშუალოდ ეკონომიკური ზრდის კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ერთ-ერთი გამორჩეულად მზარდია საერთაშორისო ქვეყნების ფონზე. გასული წელი იყო განსაკუთრებით მაღალი მიღწევების მქონე 9.4% იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა, რაც როგორც მოგეხსენებათ გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8% გახლავთ, რაც ასევე გამორჩეული ზრდის დინამიკაა და ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ ქვეყანაში მშვიდობით, სტაბილურობით და მნიშვნელოვანი საინვესტიციო გარემოს, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს შექმნით აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტენდენციების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს საქართველოს მთლიან ეკონომიკურ პორტფელში მსხვილი წილი უჭირავს. ის ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინდუსტრიული გამომუშავების მომხმარებელი, მაგრამ მეორეს მხრივ აკმაყოფილებს ტურიზმის, სასტუმრო ინდუსტრიის და საცხოვრებელი, ისევე როგორც სამეწარმეო უძრავი ქონების მოთხოვნებს. ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა სწორი აქცენტების დასმით მართებული ეკონომიკური პოლიტიკით, სწორ და სამართლიან განვითარებაზე მორგებული რეგულაციებით უზრუნველყოთ თანაბარი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება. დეველოპმენტი მეორეს მხრივ ვერ იქნება მხოლოდ ინვესტორის ინტერესზე აგებული, მას შეხება აქვს საცხოვრებელ გარემოსთან, არქიტექტურასთან, იერსახესთან, რესურსების ათვისებასთან და შესაბამისად ის ჩვენ ყველას არსებულ და მათ შორის მომავალ თაობების ინტერესსაც ეხება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორი საჯარო, კერძო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ საუკეთესო შედეგების მიღწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ბოლოს გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ ასეთი პროექტები მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას და რა თქმა უნდა, ეხმარება ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. იცით, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია ტურიზმის ასევე მდგრადი და სწრაფი ზრდის დინამიკით. გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი ნახა, რაც როგორც კიდევ ერთხელ გამოვერტები არის ისტორიული მაქსიმუმი და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ 2 კვარტალში უკვე ჩვენ შევძველით და 2 მილიარდის შემოსავალი ვნახეთ ბიუჯეტში ტურიზმის სექტორიდან. ეს ყველაფერი ბუნებრივია, არის დაფუძნებული სწორ და თანმიმდევრულ დივერსიფიკაციაზე მორგებულ პოლიტიკაზე, რასაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავრო ძალიან მჭიდრო და კარგი სწორი თანამშრომლობის შედეგია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვიყენო შესაძლებლობა, მადლობა გადაგიხადოთ, გისურვოთ წარმატებები ამ მნიშვნელოვან ახალ პროექტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას მერე რაც ეს პროექტი ოპერირებაში გაეშვება, ეს პროექტი იქნება ნამდვილად თანაბრად მოწონებული ადგილობრივებისთვის, ბათუმელებისთვის, ისევე როგორც შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა.